აგროვაში შემოვედით, ჯერ ხოჩი ვიყავით, მე ხოჩი, მაგრამ აი ზუგდიდისკენ რომ შემოვიდა უკვე მანქანა, სხვანაირად ოკავდა გული, იმიტომ ჩემთვის იცით რომ აქაურობა ძალიან საყვარელი და ძალიან მშობლიურია. ჩემი პოლიტიკური საქმიანობა აქ დაიწყო, აქედან დაიწყო უფრო სწორედ და ამიტომ ჩემთვის ყოველი აქ ჩამოსვლა აი რაღაც განსაკუთრებულ სითბოს და ენერგეტიკას მოხდა. მით უმეტეს ამდენი ხნის მონატრების და პაუზის შემდეგ, პრაქტიკულად 3 წელი გავიდა თითქმის. ასევე ძალიან მიხარია, რომ ასე მხნეთ ხართ, კარგად ხართ. ამასთანავე ისე დაემთხვა, რომ არც თუ ესე თქვათ, ერთის მხრივ შეიძლება კარგი პერიოდი არ არის, იმიტომ რომ გარკვეულწილად პარტიულ კონფლიქტს დაემთხვა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორეს მხრივ ყველა კრიზისი არის შესაძლებლობა. არ არსებობს შესაძლებლობა კრიზისის გარეშე. უბრალოდ კრიზისი ყოველთვის არის რაღაცა თვალსაზრისით წინაპირობა, რაღაც ახლის, რაღაც უკეთესის, რაღაც გაუმჯობესებულის. ამიტომ ამ თვალსაზრისით მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი. მე რა თქმა უნდა გექნებათ შესაძლებლობა თითოეულ ჩვენთაგანს ერთმანეთს კითხვები დავუსვათ თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ ნებისმიერ საკითხზე, მომავალ გეგმებზე იქნება, წარსულზე იქნება, აი თუნდაც პარტიულ ურთიერთობებზე იქნება, რა თქმა უნდა ყველა საკითხზე მე პირადადაც ვარ მზად და თითოეული ჩვენთაგანი რომ ნებისმიერ შეკითხვაზე უპასუხოთ. ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ მე პრინციპში შევეცდები ძალიან მოკლედ შევეხო პარტიულ ურთიერთობებს. ვინაიდან ეს თემა მაინც აქტუალური იყო, თუმცა საჯაროდ ამ საკითხებზე საუბარი დავასრულეთ, იმიტომ რომ ერთმანეთს უსურვებთ წარმატებები და გავიყარეთ. უცბად რო გითხრათ, მე ბოლო ერთი შანსიც თუ იყო, უცბად ვსადე, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა, დავხვდა კრუკედელი და ამითი დავწუნდი, რომ უბრალოდ ეს გადაწყვეტილება მიშას აქვს, მისი უფლება. მე პრეტენზია ერთადერთ რამეზე მაქვს, ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო ცივილიზებულად, უნდა მომხდარიყო ადამიანურად, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის ჩვენ მომხრეებს, აქტივისტებს არ ქონოდათ ის დისკომფორტი, მათ ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო ეს, უნდა მომხდარიყო ცივილიზებულად, აგერ მე ხარ ციხეში ვიყავი მაგ დროს, უნდა შეხვედროდა თანამებრძოლებს, ნახვამდის მადლობა ეთქვა ერთმანეთისთვის გვეთქვა და ამითი საერთო მიზნებზე ფოკუსირებულიყავით, პარტიულად შეიძლება განსხვავებულად ყოფილიყავით, რანაირად ფუნდამენტური შეუთავსებლობა იყო, მაგრამ კოალიციურად იქნებოდა თუ ერთი მიზანი გვაქვს, იმიტომ რომ დღეს პრობლემა სააკაშვილი ნამდვილად არ არის, ქვეყნის პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი. პრობლემა არის თითოეული გამგებელი, რომელიც წურბელად იქცა თითოეულ რაიონში. პრობლემა არის აი ეს რაღაცა 120 კაციანი უმრავლესობა, რომელიც გაგნებაში არ არის, რა ქვეყნის პარლამენტშია, ის არის ის ძირითადმა უმრავლესობა. პრობლემა არის ის, რომ თითოეულ უმრავლეს მათგანს თავისი კერძო ინტერესი და თავის ბიზნეს ინტერესი აქვს. პრობლემა არის ის, რომ აგერ გამგებლები, მათ შორის აგერ ზუგდიდში მონათლობელებად იქცენ და ისა რა ქვია, უფასოდ საკუთარ კარ-მიდამოს საკეთდღეოდ ამუშავებენ ხალხს და ფულსაც არ უხდიან ან ბიუჯეტის ხარჯზე აკეთებენ. პრობლემა არის ის, რომ მთლიანად გაავიწყდა თავისი მოვალეობა 73-ვე რაიონში გამგებელს. და ყველა გადასულია რაღაცა თავის შესაძლებლობის ფარგლებში ციცკვნაზე. და გამოვიდა, რომ მივიღეთ ჩვენ ერთი კი არა, ძალიან ბევრი ოლიგარქი, აი ეს მინი ოლიგარქები, მაჟორიტარები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესით არიან მოცული. და რეალურად მივიღეთ სახელმწიფო, სადაც თავისი ხელისუფლება არის მხოლოდ საკუთარი ინტერესისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის, საკუთარი ნათესავებისთვის და მეტი არაფრისთვის. ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. აი ეს არის მთავარი საზრუნავი ჩვენი ქვეყნის დღეს და არა თუნდაც მსხვილ და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტიაში განხეთქილება, იმიტომ რომ განხეთქილება მოხდა, დავასრულეთ, ვერ მოხერხდა, ერთად ყოფნა ცუდია რომ მოხდა, ასე ვთქვათ, საკმაოდ უხეში ფორმით, მაგრამ პასუხისმგებლობა ხო მე ვცადე, მაგრამ შემეძლო, რომ არ გამოვიდა შესაბამისად ამითი
დავხურეთ ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი და თქვენთან ერთად და უამრავ ადამიანთან ერთად ვაპირებ წინყურებას უკნიდან ჩვენ უნდა წამოვიღოთ მხოლოდ და მხოლოდ ცოდნა, გამოცდილება, მათ შორის ის ცოდნა და ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვჭირდება ნეგატიური ცოდნა და გამოცდილებაც, იმიტომ რომ ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობთ, ჩვენ ამ შემთხვევაში ცოტა ისე გამოვიდა, რომ საკუთარ შეცდომებზე ძალიან ბევრი რამის სწავლა მოგვიწევს და მოგვიწია კიდეც. ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება ოპოზიციაში, ფაქტობრივად ეს 4 წელიწადია პირველი საუკუნის ქრისტიანებივით იდევნებოდა თითოეული თქვენთაგანი, თითოეული ჩვენთაგანი, მაგრამ ჩვენ ამას ყველაფერს გავუძელით და აქედან გაძლიერებულები გამოვალთ.